რატომ გადადო ოლიგარქმა ოპოზიციის გაუქმება, სანქციების ეფექტი, არჩევნებში შეტყუება და საინფორმაციო ველის დაკავება პარტიებში ასეხსნიან, რატომაც ოცნებამ კონკურენტების გაუქმება გადაავადა. ივანიშვილის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკონსტიტუციოს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიმართავენ. არადა მანამდე უკანონო პროცესის მიზნად სწორედ კონკურენტების არჩევნების პროცესიდან ჩამოშორებას ასახელებდნენ. სალმე ლაბაძე აგრძელებს საუბარს ამ თემის დეტალებით ფორმულას პირდაპირ ეთერში. რა შეიცვალა 27 მარტიდან დღემდე ისეთი, რომ ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ საკუთარი ამომრჩეველი გადააგდო და მისთვის მიცემული პრაქტიკულად ერთადერთი წინასაარჩევნო დაპირება იმის შესახებ, რომ აკრძალავდა კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მინიმუმ გადაავადა. უნდა ითქვას, რომ სამი კვირაც არ არის გასული იმ დროიდან, რაც მამუკა მდინარაძე დაემუქრა ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით და უთხრა, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებშიც კი არ მიაღებინებდა მონაწილეობას. ახლა კი ისევ მამუკა მდინარაძისგან ვისმენთ, რომ ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების გაუქმება სწორედ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ისუნებს. მანამდე კი ამ პარტიებს ამ არჩევნებში მონაწილეობის შანსს მისცემს. რა შეიცვალა ამ სამი კვირის განმავლობაში? სწორედ ეს ვკითხეთ დღეს ჩვენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ვკითხეთ იმის შესახებაც, ხომ არ შეეშინდათ მათ დამატებითი სანქციების დასავლური სახელმწიფოებისა და დასავლური აქტორების მხრიდან, რადგან მაღალია იმის ალბათობა, რომ თუ ქართული ოცნება რეალურად წამოიწყებდა ოპოზიციური პარტიების გაუქმების პროცესს, ეს ჩაითვლებოდა დასავლეთში დიქტატურის უკვე საბოლოო დამყარება და ამას მოყვებოდა კიდევ უფრო მკაცრი რეაგირება პარტნიორების მხრიდან ქართული ოცნების წინააღმდეგ. თუმცა ქართულ ოცნებაში გვეუბნებიან, რომ ისინი უკვე დიდი ხანია აღარ რეაგირებენ დასავლეთის პოზიციებზე, რაშიც გარკვეულწილად შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს მხოლოდ იმის გამო, რომ მუშაობის ვადა გაუხანგრძლივა თეაწყულუკიანის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიას, არადა პარტიების გაუქმებას, როგორც ქართული ოცნება გვიმტკიცებს, გეგმავს სწორედ ამ კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. იმდენად მრავალრიცხოვანი ეს განცხადებები, ეხლა თქვენ სანამ თქვენთან ვდგავართ, კიდე შემოდის ათობით და ასობით განცხადებები ამ რეჟიმის სისასტიკის შესახებ. ვის ოჯახის წევრი მოუკლეს, დაუსახიჩრეს, ვის ბიზნესი წაართვეს, ვის აშანტაჟებდნენ, სიგიჟეებია. არც გჭირდება, რომ ის განიხილო, ისეთები წერია და ისეთი ისტორიებია, რომ მოყოლაც კი გვერიდება ამის ისეთი ამბები ხდება და ამიტომ გახდა აუცილებელი, რომ ჩვენ გავხანგრძლივეთ კომისიას, კიდე იცით თქვენ, რომ ერთი თვით, მაგრამ მივხვდით იმისა, რომ გავხანგრძლივეთ, მაინც აქ არის პროცედურები, ხო? ვერ ესწრება. საკონსტიტუციოს ხო თავისი პროცედურებია, ეგრევე შევიტანთ სარჩელს და ეგრევე ხო არ დაიწყებს. ამიტომ ვუთხარით ჩვენ, რომ არასწორი მოლოდინები რო არ შექმნათ. რეჟიმი გასამართლდება. თავიდან ბოლომდე და ეს პირობა რაც დავდეთ ბოლომდე მივა. უბრალოდ მანამდე ამ რეჟიმს ადგილობრივ თვითმმართველობაში გაასამართლებს უკვე მორიგჯერზე ქართველი ამორჩეველი. სამი კვირის წინ არ იცოდით, რომ ვერ მოესწრებოდა პარტიების აკრძალვის პროცედურის დასრულება თვითმმართველობის არჩევნებამდე. წესით უნდა გცოდნოდათ ამის შესახებ. ამიტომ ეჭვია, რომ თქვენ შეგეშინდათ დამატებითი სანქციების. ამას ამბობენ მათ შორის თქვენი ოპონენტებიც. უყურეთ, ეს მე მესმის ხა ფორმულა, აბა სხვა კითხვა რა უნდა გქონდეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ გეშინიათ. ნუ გეჩინიათ. ყველაფერი კარგად იქნება. კომისიის გარეშე შეგიძლიათ წამოიწყოთ ეს პროცედურა ბატონო ირაკლი. არ გინდა სიმართლის მოსმენა. აზუსტებ. ამ პროცედურის გარეშე შეგიძლიათ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში არ ვიმუშაოთ და ვინმე სასპეკულაციო არ მივცეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა რამდენიმე კვირით ადრე აიგრძალა ეს პარტიები არჩევნებამდე. კი ბატონო, ჩვენ ვტოვებთ ამ ველს თავისუფალს. თავიანთმა უფროსებმა დაავალონ გარედან, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, როგორ განადგურდებიან 64-ვე მუნიციპალიტეტში, ამას ჩვენ ყველანი კარგად ვიხილავთ, მაგრამ ჩვენ რაც დავპირდით ჩვენ საზოგადოებას, რომ 2025 წელსვე იქნება აკრძალული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და გაუქმდება და გაქრება ლიბერალური ფაშიზმი ჩვენი ქვეყნიდან, ხო? ჩვენ ამას აუცილებლად და იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცედურა წამოიწყოს ქართულ ოცნებას, რაიმე საგამოძიებო კომისიის დასკვნა საერთოდ არ სჭირდება. მაშინ რატომ გადაიფიქრა ივანიშვილის პარტიამ ზუსტად 3 კვირაში საკუთარი გადაწყვეტილება, რატომ შეცვალა ზუსტად 3 კვირაში საკუთარი გადაწყვეტილება და რატომ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე იზრუნოს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ჩვენ ბუნებრივია, რომ ამის შესახებ აზრი ვკითხეთ იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც, რომლებიც არიან კიდეც ოცნების მიერ დაანონსებული ამ რეპრესიის
სამიზნეები ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ საქმე შესაძლოა მართლაც დამატებითი სანქციების შიშთა მქონდეს და ასევე გამორიცხული არ არის, რომ ქართული ოცნება ამ გზით ცდილობდეს ოპოზიციური პარტიების თვის ერთგვარი სტიმულის მიცემას იმ მიზნით, რომ ისინი შეიტყუოს თვითმმართველობის არჩევნების პროცესში. ამ თვალსაზრისით უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერ ვისმენთ ყველა ოპოზიციური პარტიის მხრიდან კაფიოდ გამოხატულ პოზიციას, მიიღებენ თუ არ მიიღებენ ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არის ნაციონალური მოძრაობა და ასევე კოალიცია ცვლილებისთვის ორივე ამ გაერთიანებაში ამბობენ, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავენ და თუ ქართული ოცნების მცდელობა სწორედ ის არის, რომ ამ საარჩევნო პროცესში შეიწყოს ოპოზიციური ჯგუფები, ამ ჯგუფების შემთხვევაში მისი ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება. რას ამბობენ, რას არ ამბობენ, ჩვენთვის ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ მოგიწოდებთ პრესა იქნებით თუ სხვა დაინტერესებული ადამიანი ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევენ. ისინი არიან ჩვეულებრივი პიარით დაკავებული, რა დროს რა აწყობთ იმას ლაპარაკობენ. ნაციონალური მოძრაობის განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვს, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ მოღალატეთა რეჟიმის ამ სრული ბელორუსიზაციის და ჩეჩენიზაციის, ანუ კადიროვიზაციის პირობებში არანაირ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. რა თქმა უნდა, სანქციები მუშაობს და მათ გარკვეულწილად აქვთ საფრთხის შეგრძნება, თუ კი ასეთ ნაბიჯს გადადგამენ და ოპოზიციას აკრძალავენ ამ ქვეყანაში, გაცილებით უფრო დიდი სანქციების ქვეშ მოექცევიან. ეს არის მათი სიმხდალის, მათი არათანმიმდევრულობის, მათი არაკომპეტენტურობის მთავარი დადასტურება. ისინი ცალსახად ვერ კითხულობენ ვერც კონსტიტუციას, ვერც კანონმდებლობას და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მათგან გასაკვირი არც არაფერი არ არის. ასე რომ ერთ დღეს შესაძლოა ამბობდნენ, რომ ვიღაცას დაამთავრებენ, მეორე დღეს შეიძლება ამბობდნენ, რომ არ დაამთავრებენ და რისი დამთავრებლები არიან ისინი? ეხლა ნაციონალური მოძრაობის დასრულებას თუ აპირებდნენ, ამისთვის ჰქონდა 13 წელი. ეს არის მცდელობა, რომ პროპაგანდამ კიდევ მედია სივრცე და საზოგადოებრივი დისკუსიის სივრცე გამოტენოს აი ამ აბსოლუტურად არასერიოზული თემით, ამ თემით, რომელთაც ცდილობენ პოლიტიკური კრიზისის გადაფარვას, ეს არის თვითმმართველობის არჩევნებზე გაუთავებელი ლაპარაკი. ამაში არ უნდა ავყვეთ, ეს არის მახე. იმის მიუხედავად, რომ ქართულმა ოცნებამ შეცვალა გეგმა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საკუთარ ამომრჩეველს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირდება, პარტია უარს არაბობს ამისთვის საჭირო კანონის დამტკიცებაზე და მეტიც ამ კანონის დამტკიცებას ერთპარტიულ პარლამენტში მიმდინარე კვირაშივე დაჩქარებული წესით აპირებს. დღეს ეს კანონი სესიაზე პირველი მოსმენით უნდა განიხილონ ივანიშვილის დეპუტატები.